ვინ იქნება პირველი? პირველები ვართ. ერთი წუთით მომეცი, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კალათბურთელები საშინელები არიან. წავიდეთ გუფი. თავს უშველეთ ლუზერებო. ღმერთო ჩემო, ლუზერებმა ჩვენი დაბადების დღის ტორტი გააფუჭეს. გოგონებო, გთხოვთ გამოგყევით რა. ხო, მე და ბურთს მეწყვილი არ გვყავს. ჩვენ თქვენთან ერთად არ წამოვალთ, ლუზერებო. გოგონებს უკვე ყავთ წვილი. ეს თქვენი პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ მაგარი ბიჭები ვართ. ჩვენ ყველაზე მაგარი კოსტუმები გვაქვს. მე ანანასი ვარ. ეს უცნაურად ღერს. ლუზერებო, არ გაგიმართლათ. წავიდეთ გოგოებო, ნახვამდის. ისედაც არ გვინდოდა. ლუზერებო, წადით სახლში, არ შემოგიშვებთ. წვეულებაზე შესვლა მხოლოდ წყვილთან ერთადაა შესაძლებელი. სახლში არ წავალთ, ჩვენ წყვილს ვიპოვით. გამარჯობა, ჩაკ. მეგობრებო, შეხედეთ, ლუზერებს წვეულებაზე არ უშვებენ. მათ პარტნიორები არ ჰყავთ. ჰეი, ლუზერებო, რა იყო? რა და ეს? აი შენს გამო გოგოებს ვერ პოულობთ. რატომ ჩემს გამო? იმიტომ რომ შენი კოსტუმი საშინელია. მე გითხარი მარწყვის კოსტუმი გეყიდა, მაგრამ შენ ბანანი აიღე. ლუზერებო, მე ყავით და დონატების საყიდლად წავალ, მაგრამ თქვენ წვეულებაზე შესვლას ნურც კი გაიფიქრებთ. გასაგებია. გუფი, ეს ჩვენი შანსია. წავიდეთ. დავიწყოთ. გასაკეთებთ აქ ლუზერებო, პარტნიორები არ გყავთ. გასართობად და საცეკვაოდ მოვედით და შეჯიბრის მოსაგებად. ვაუ. წარმატებას გისურვებთ ლუზერებო. გოგონები ამ კოსტუმებში გაგიჟდებიან თქვენზე. დამელოდე, ლორასთან რამდენიმე კითხვა მაქვს. მეზიზღება ისინი, ლორა. ჰეი ლორა, არც კი იფიქრო, რომ ამ ლამაზი კაბის გამო გაპატიებ და შერიგებას გადავწყვეტ. რომ იცოდე, ეს არ მოხდება. მეც არ მინდა შენთან შერიგება. დენს, შენ ძალიან მაგარი მოცეკვავე ხარ. კი, ვიცი. ბენს, დავიღალი აქ დგომით. წამოდი ვიცეკვოთ. წავიდეთ. შეიძლება თქვენი ყურადღება მივიპყრო მეგობრებო, დღეს გამოსაშვები წვეულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა ვიცეკვოთ. საკმარისია ლაპარაკი მაქს, ჩართე მუსიკა, ცეკვა მინდა, დამშვიდი ბუშტო, თორემ წვეულებიდან გაგაგდებენ. ანანას ცეკვა სურს? კამპუს მზად ხართ როკისთვის? ხო. დავიწყოთ.
ჩვენი ყურადღება მჭირდება მეგობრებო. კარგი რა მაქვს. მუსიკის გამორთვას დაანებეთ ავიღართ ჩვენი საყვარელი ყოველწლიური კონკურსისთვის კამპუსის გაზიანი სასმელების ჩემპიონატი. კი, ჩვენ გვიყვარს ეს შეჯიბრი. არ მიყვარს შეჯიბრებები, მე მხოლოდ ცუდი მოგონებები მაქვს. სხვათა შორის, კოცნაზე რა სიტყვი? რა? კარგი, არაფერი. მოლი, იცი შემდეგი შეჯიბრი რა იქნება? მე აქ ახალი ვარ. შემდეგი კოცნის კონკურსია. მონაწილეობას მიიღებ? ვაუ, რა თქმა უნდა. იცი როგორ უნდა კოცნა? რა თქმა უნდა, ვიცი ეს. მაგარია. კამილ დღეს კოცნას ვაპირებ. წარმოგიდგენია? მაგარია. რომ იცოდეთ, მე ვარ კამპუსის ყველა შეჯიბრის მუდმივი ჩემპიონი. ბუშტი დაუმარცხებელია. აწიეთ ხელი თუ გსურთ მონაწილეობა. ვინ არის ყველაზე მამაცი და ყველაზე მშიერი? მე ვარ ყველაზე მამაცი და ყველაზე მშიერი. შვიდად გუფი, ეს ჩემი შეჯიბრია. მოკლედ, წელს ბუშტი არ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში, რადგან ის მაბრაზებს. გუფი კი მიიღებს მონაწილეობას. დენსაც სურს მონაწილეობა. არ მინდა გაზიანი სასმელების დალევა. გეშინია წაგების? საშინელი მხდალი ხარ. თუ წააგებ, გუნდიდან გაგაგდებ. ის აუცილებლად წააგებს. დავიწყოთ. მგონია რომ დღეს ძალიან დაცხება. შეგიძლია ამის გაკეთება. კარგი წესები იცით, ვინც ყველაზე მეტ კილა გაზიან სასმელს დალევს, ის გაიმარჯვებს. აბა, მზად ხართ? ჯობია წააგო, თორე მიცი რაც მოხდება. წააგებს, ფიცავარ, გუნდიდან გავრიცხავ. კარგი, მოდი გავიგოთ, ვინ გახდება კამპუსის გაზიანი სასმელების ჩემპიონი. მოემზადეთ, ყურადღებით, წავიდა. მოდით, ბიჭებს დავუჭიროთ მხარი. დენსი ლიდერობს. მიდი გუფი, მიდი გუფი, მიდი. გუფი გაბრაზდა და ერთდროულად 2 კილას სვამს. გარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად წააგებს. დენსი ალბათ ჩაიფსავს. გამარცხებული სულელი. წელს კამპუსის გაზიანი სასმელების მსმელის ტიტული ერგო დენს არის. ახლა კი ტორტის დროა. დავიწყოთ. კარგად გამოგივიდა ძმაო. რა კარგად მღერი კამილ, სამწუხაროა რომ ვერ ვიცეკვებთ. ნუ ღელა მენდი, ცეკვისთვის დრო კიდევ გვექნება. ახლა კი მეგობრებო, ყველამ უნდა ჩაკვიჩოს ერთი ნაჭერი და სურვილი ჩაიფიქროს. ვაუ, იცი რატომ წამოვედით გამოსაშვებ საღამოზე გოგონების გარეშე? რატომ? კალათბურთელების გამოა. ჩვენ ჩავშლით მათ წვეულებას. აბა, ჩემთან ერთად ხარ? შენთან ვარ. მაშ ვინ იქნება პირველი? პირველები ვარ. ერთი წუთით მომეცი, მე ყოველთვის ვამბობდი რომ კალათბურთელები საშინლები არის. წავიდეთ გუფი. თავს უშველეთ ლუზერებო. ღმერთო ჩემო, ლუზერებმა ჩვენი დაბადების დღის ტორტი გააფუჭეს. მე ყოველთვის ვამბობდი, ნუ დაპატიჟებთ წაგებულებს წვეულებაზე. ლუზერებთან რამე პრეტენზიები გააქვთ? ჩვენ ვერ შევძელით სურვილის ჩაფიქრება. მინდოდა რომ შეყვარებული ჩამეფიქრებინა. შეყვარებულის გარეშე დარჩები.
კარგი, ნუ ნერვიულობ, კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს თქვენთვის. გარეთ უნდა გავიდეთ. ეს დროის კაფსულაა. ჩვენს შეტყობინებას ამ კაფსულაში ჩავდებთ და დავმარხავთ. რატომ უნდა დავმარხოთ? რისთვის არის ეს ყველაფერი? 100 წელიწადში კამპუსის ახალი სტუდენტები გახსნიან ჩვენ კაფსულას და წაიკითხავენ ჩვენს წარსულიდან მიღებულ შეტყობინებას. ვაუ, ეს მაგარია! კამილ, გინდა გითხრა მე რა დავწერე? მიდი. მეგობრებო, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხით, თვალყური აზევნით ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველა!